შემოვიღოთ კვოტირების სისტემა. კვოტირების სისტემაზე სხვადასხვა შეხედულებები არის, რა ფორმით როგორ უნდა იქნას შემოღებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რომ ნაბიჯი აქეთ უნდა გადაიდგას და ეს ნაბიჯი უნდა უშუალოდ აისახოს მომავალ არჩევნებზე, ამაში მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული და მოვუწოდებ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს საზოგადოებას აქტიურად ვიღვაწოთ ამ მიმართულებით. დღეს გარეთ საუბრობდით და მე ამისიც მჯერა რომ მეხუთე პრეზიდენტი საქართველოსი კარგი იქნება რომ ქალი იყოს და ამის მიმართულებითაც კარგი იქნება რომ ნაბიჯები გადავდგათ ერთად. მინდა მივესალმო ბატონი პრეზიდენტის კონკრეტულ წინადადებებს. მომავალი პრეზიდენტი ქალი, კი ბატონო, სათვალ. მე შეიძლება შესაძლოა მოვიწყოთ თუ გინდათ ამ საკითხის გადანა პარლამენტში. თქვენ მამისთვის რიგარეს საპრეზიდენტო არჩევნები დაგჭირდებათ, ამაზე უფრო იფიქრეთ და მაშინ შევთანხმდებით პროგრამაზე. მოდი დავიცვათ ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ის სტანდარტი, რაზეც აქ ჩვენ საუბრობთ. ყავს ზოგადად, არ ვიცი, 27 დასანიშნი თანამდებობის პირი. დავიცვათ ამ დანიშვნების დროს სწორედ ის ბალანსი, რომელზეც დღეს ჩვენ საუბრობთ. ან არის ჩვენი უფლებამოსილება წარუდგინოთ ვინმეს თანამდებობის პირების დასამტკიცებლად თუ დასანიშნად, გავითვალისწინოთ ეს თემა და ეს საკითხი და ამით ჩვენ რეალურ ცხოვრებაში უკვე შევიტანთ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან ცვლილებებს.